პირველი, რაც შემდგარი ფაქტია, ჩვენ პრაქტიკულად არა გვაქვს სამართლებრივი სახელმწიფო, არ გვაქვს სამართლებრივი სახელმწიფო, რასაც გულისხმობს თავის თავში, ეს არ გვაქვს. ეს არის შემოთავაზებული ქართული ოცნების მიერ. ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულია შეთქმულების თეორიებით მართული პროცესები, ესეც არის ფაქტი. და ასევე არის ფაქტი, რომ ქართული ოცნება უკვე ძალიან დიდი ხანია საერთოდ არ ინტერესდება ხალხის ინტერესებით და მთავარი ინტერესი ქართული ოცნების არის ძალაუფლების შენარჩუნება და ეს ძალაუფლების შენარჩუნება იმისთვის კი არ სჭირდებათ, რომ ან განათლების რეფორმა, ან ჯანდაცვის რეფორმა ჩაატარონ, არამედ იმისთვის, რომ რაც მოიპარეს, ის შეინარჩუნონ და კიდევ უფრო მეტი მოიპარონ და კიდევ უფრო მეტად ყუვლიფონ ეს ქვეყანა. აი, ეს არის მთელი მათი ქმედებების მოტივაცია, საფუძველი. აქედან უნდა გამოვიდეთ. აი, ბოლოს კობახიძე ამბობდა, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ფული მოეპარა, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ნარკოტიკი გაეყიდა და რომ ახლა ეს ასე აღარ იქნება და რომ კეთილსინდისიერება არის მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალისთან ერთად, რომელიც იქნება მისი საკადრო პოლიტიკის ღერძი. ნახეთ, აი, მე და თქვენ როგორც ჟურნალისტი, მე როგორც პოლიტიკოსი ვერიდებით, იმიტომ რომ პატივს ვცემთ ჩვენს პროფესიას, ვერიდებით, ვარაუდებით საუბარს. აი, სულ ვცდილობთ. რა თქმა უნდა, მაგრამ ვერიდებით. როდესაც ადამიანს აქვს პრეტენზია, რომ არის მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი, პრეტენზია აქვს და პრეტენზია აქვს ქვეყნის მმართველის თუ სახელმწიფოს მმართველის სტატუსი ჰქონდეს და ატაროს, ეს ადამიანი რომ ელაპარაკება, ვიღაცა ნარკოტიკებს აკეთებს, ვიღაცა კორუფციაში აჩარ, ვიღაცა ფულს აკეთებს, ეს არის არასერიოზული. არასერიოზული. თან არანაირი საქმე ადამიანი წერილში თუ ავთენტურია წერს რომ აბრალებენ არანაირი ეს ვთქვათ საქმე აღძრული ამა თუ იმ ვთქვათ კვალიფიკაციით არ გვინახავს. ზოგადად ეს ახასიათებს კობახიძეს ესე დაბრეხება პირდაპირ ვიტყვას აი რაღაცას დახეთქება ასეთი რაღაც აი გახარია ნარკოტიკები ვიღაცამ ნარკოტიკი გაასინჯა მე ის იყო რაღაცა გადატრიალებას აწყობდა გახარია შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ძალებს ვიღაცა მაღალჩინოსებთან ერთად მე რომ ამაზე შეიტანა ნათია მეზრუშულმა განცხადება პროკურატურაში მე თქვეს რომ არა ეს პოლიტიკური განცხადება იყო. ეს როდესაც ოპონენტებს ეხება და საკუთარ თავზე როცა ლაპარაკობს, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე როცა ლაპარაკობს, ამბობს ვიღაცა თურმე კორუფციაშია, ვიღაცა თურმე ნარკოტიკებში, ეს არის არასერიოზულობა მისი მხრიდან და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ წარმოდგენა არ აქვს, სად არის, რატომ არის და რას უნდა აკეთებდეს და რას უნდა ემსახურებოდეს. ნარკოტიკებზე რო არის ლაპარაკი და ნარკომანიაზე და გავრცელებაზე და თითქოს ახლა გაახსენდათ, დღეს გაახსენდათ არჩევნების წინ და თან ისიც გადაწყვიტეს, რომ ყველანი ციხეში, აი ის თითქოს რასაც ვებრძოდით, ამ პოზიციით წავიდნენ. ამ ასეთი პოლიტიკით არასოდეს არც ერთ ქვეყანაში არავის ნარკომანია არ დაუმარცხებია. რაც შეეხება კორუფციას, მარტო ჩვენ პარტიას, იგივე ნათია მეზრუშულს, რამდენი განცხადება კონკრეტულ კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებით. კონკრეტულ კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებით არც ერთის გამოძიება არ არის დაწყებული. მე პირადად მაქვს შეტანილი პროკურატურაში, ცოტა ხნის წინ შევიტანე წყალი რო არა აქვს ადამიანებს რეგიონებში, წყალი არა აქვს, 300 მილიონია დახარჯული ამ ყველაფერზე, წყალგაყვანილობაზე და წყალი არ აქვს, სასმელი წყალი. რა გააკეთა პროკურატურამ პოლიციას გაუგზავნა საქმის შეისწავლეთ საქმეო. არავის არ აინტერესებს რეალურად ქართულ ოცნებაში ან ნარკოტიკებთან ბრძოლა და არ აინტერესებს არავის არც კორუფციასთან ბრძოლა. ეს არის მაშინ რა ტიპის გადაადგილებებს რა ნიშნით ვადევნებთ თვალყურს. ნახეთ, ახლა რა არის ყველაზე საინტერესო. ბიძინა ივანიშვილმა თავისი რაღაცა კომფორტი მოიწყო, რაღაცა ჯგუფს დაეყნო, რატო უნდა ეკონტაქტოს მრავალს, მოდი ეს ერთი ჯგუფი ეყოლება, მოდი ახლა ამათზე გავაკეთებ აქცენტს და ესენი ყურმოჭრილი მონები მყავს და მოკლედ ამათი მეშვეობით. ღარიბაშვილის გაწევაც ისიც იმიტომ იყო, რომ ის უფრო ისე ყოფილიყო, რომ აი ვიღაცები ალტერნატივა კი აყავს, პლან B და პლან G კი არ მაქვს, აი შენ ხარ და შენ გენდობი, რომ მას მეტი თავისუფლება ქონოდა, აი როგორ გითხრათ, უფრო მშვიდად ყოფილიყო და უფრო იოლად მოაწეროს ხელი ყველა იმ მსგავსობაზე რასაც ხელს აწერს ირაკლი კობახიძე. მოდით დავუბრუნდეთ ახლა თვითონ აი ამ ამბავს რას ვუყურებთ ჩვენ. ქართული ოცნებისთვის იმ ფორმით რაც არის, პრობლემა არის რეალურად ადგილობრივი არჩევნები. ნახეთ, ადგილობრივი არჩევნები რომ არ ყოფილიყო, ასე გააგრძელებდნენ
რა თქმა უნდა დისკომფორტში, მაგრამ ასე გააგრძელებდნენ ცხოვრებას. რატომ არის პრობლემა ადგილობრივი არჩევნები? ბევრი მათგანისგან ესე მომისმენია, რომ რაღაცა თქვენ იარეთ რაღაცა პროტესტზე, იარეთ რუსთაველზე და სასამართლოებში და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ ცხოვრებას და გავაგრძელებთ ფულის მოპარვას. ეს პოზიცია მათი როგორც ცხოვრობთ, ისე გავაგრძელებთ. ანუ ხალხისთვის ანგარიშის გაწევის პერიოდი გინდა არ გინდა აი ეს პერიოდი უდგებათ? ეს ადგილობრივი არჩევნები არ არის არც ბიძინევანიშვილის ნება, არც ყაველაშვილის და არც კიდე ვინმეს, არ ვიცი ვინც არის. რა თქმა უნდა, ამაში გეთანხმებით, კონსტიტუციური ჩანაწერია, ის მოვა არ ბიძინევანიშვილს უნდა თუ არ უნდა და საერთოდ რომ არ დაბადებულიყო, მოვიდოდა არჩევნები. შეიძლება ურჩევნია თვითონ იყოს კონსტიტუციაც ღმერთიც და რა ვიცი, ყველაფრის გარანტი ამ ქვეყანაში, მაგრამ ანუ 2 წელიწადში ერთხელ დანიშნოს ან 6 წელიწადში, მაგრამ ასე არ არის. მოდის ეს არჩევნები. ამ არჩევნებისთვის მათ სჭირდებათ ფული, ნაღდი ფული სჭირდებათ. აი ფული, რომელიც უნდა დაარიგო, რომელსაც არიგებდნენ ეგრეთ წოდებული შავი ფული? ფულით ასე ვთქვათ, პირდაპირ. ანუ არაფორმალური ფული? არაფორმალური ფული, რომელსაც არიგებდნენ. უფასო ფული, როგორც ივანიშვილი ამბობდა. ის უფასო ფული, რომელიც იყო და რომელსაც ანუ ბიუჯეტის და პარტიული სალაროს მიღმა? ის უფასო ფული, რომელსაც მოდი მაგას ვთიახ, რა თქმა უნდა, ის უფასო ფულზეც ვიტყვი. აი ეს რეალურად ამაში იგულისხმებოდა ის პროცენტო. არა ნახეთ, ხო, დახმარებები ბიზნესისთვის და მეწარმეებისთვის ის შეჩერებულია. პრაქტიკულად შეჩერებულია. პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში სეკვეთს აკეთებენ, ამცირებენ ხარჯებს. ფული გაჭირდა რეალურად, ფული გაჭირდა, ისედაც ბიუჯეტის და ნამდვილი ფული, ისედაც უჭირთ. იმიტომ არის ახლა აი რა ვიცი, გაცხოველებულ ბრძოლაზე თუ არ ვიცი, ნადირობაზე გადასული საგადასახადო, მაგრამ ყველაზე მთავარი არის მათ სჭირდებათ ეს შავი უკონტროლო ფული, ქეში ფული, ნაღდი ფული სჭირდებათ. და რეალურად ეხლა ამ ადამიანებს, ვიზეც საუბრობთ და ვიზეც ჩვენ გვაქვს ეხლა რაღაც ინფორმაციები სხვადასხვა, რეალურად ამ ადამიანებისგან ითხოვენ შავ ნაღდ ფულს, რომელიც სჭირდებათ არჩევნებზე დასახარჯად. და სწორედ არჩევნები პრობლემა რატომ არის მათთვის? ფული აქვს მოსაძიებელი? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არჩევნების ჩასატარებლად მათ სჭირდებათ ფული. აბა აი მოდით კიდევ უფრო გავამარტივოთ. რა უნდა შემომთავაზოს, მე დაუშვათ ვარ მოქალაქე, რა უნდა შემომთავაზოს ქართულმა ოცნებამ. აი ვფიქრობ, რომ აი რა არ მინდა ესენი, ვიღაცა არ მინდა და ველოდებ ვის და უყურებ ხელისუფლებას, კაი შეჩვეული ჭირია, მოდი აბა რა შემომთავაზებს ეს შეჩვეული ჭირი. აღმოჩნდა რომ ჭირი ყოველდღე იმატებს, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება ყოველდღე უფრო ძვირდება. აღმოჩნდა რომ არაფერი ამ ქვეყანაში მე გარანტირებული არ მაქვს. რუსული რულეტკა არის ჩემი ცხოვრება, იმიტომ რომ მე შინი ავად გახდომის, იმიტომ რომ არ ვიცი როგორი ექიმი შემხვდება, მეყოფა თუ არა ის რაც მეყოფა. არ ვიცი რა ვჭამ, რა ვსვამ, იმიტომ რომ ჩვენ ერთ დღეს შეიძლება აღმოჩნდეს რომ სკლინტიან რძეს გასმევენ. სკოლაში უშვებ ბავშვს და იქ არიცი გზაში ვინ დახვდება, იქ სკოლაში რა პრობლემა შეექმნება. აბსოლუტური დაუცველობის განცდა აქვთ ადამიანებს. საპირფარეშოში ვერ შედიან ბავშვები სკოლებში, ძალიან ბევრ სკოლაში. მშობელი ბავშვს რომ უშვებს სკოლაში, ეუბნება რომ საპირფარეშოში არ შეხვიდე. ყველა სფეროში, რომელ სფეროსაც ხელს დაადებ, ყველგან გაქვს პრობლემა, გამიმართლებს, არ გამიმართლებს. ქართულმა ოცნებამ ერთადერთი რაც შესთავაზა საქართველოს მოქალაქეებს არის შიში ცხოვრება. მოდით გვეშინოდეს ნაცმოძრაობის მოbrunების, გვეშინოდეს რომ ვიღაცა ომს დაიწყებს, გეშინოდეს რომ სამსახურიდან გაგაგდებ. საერთოდ გეშინოდეს. კი ბატონო, დავუბრუნდეთ, რომ არჩევნები არ შედის რაღაცნაირად მოვიდა ეს არჩევნები, თორემ რაღაცნაირად მათთვის კომფორტული მდგომარეობა არ იყო ახლა საარჩევნო კამპანიაში ყოფნა? ნახეთ კიდევ ბევრჯერ კი და მოდით ამ რიჟვაძეს თემაზეც დავამთავრებ, კარგად გამოჩნდა ბევრი მათგანისთვის, რომ ერთგულება არ არის არაფრის გარანტი. რიჟვაძე იყო ერთგული. უკიდურესად, აი ისეთებს ამბობდა, რასაც ხვები ვერ ამბობდნენ. კორუფციაზე თუ არის საუბარი, მსგავსი კორუფციის შესახებ ინფორმაციები უამრავი ვიცით, კორუფციის შესახებ მის გარემოცვაზე, მაგრამ არა მარტო რიჟვაძეზე, შემიძლია დანარჩენებზე 7 წლის განმავლობაში ეს რაღაც ეტაპზე შეეძლოთ თუ ეს ამხელა ამბავი გამოეპარათ, ეს არის მათი პერსონალური გუნდის პასუხისმგებლობა. ახლა გამოჩნდა, რომ ის ერთგულება არ არის არაფრის გარანტი, ერთგულება, პატრონის ერთგულება არ არის არაფრის გარანტი. არჩევნებზე მივიდეთ, რომ ერთი წუთი გვაქვს დარჩენილი, პროდიუსერი მეუნება. ნახეთ როგორი თემა არის. რატომ და რომ ადარებენ ხოლმე წინა არჩევნებზე რა. წინა არჩევნებზე, 24 წლის არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი არ იყო დასანქცირებული შტატების მიერ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო.
წინა არჩევნებზე ქართული ოცნება ღიად არ იყო დაპირისპირებული. აი ესე ღიად არ იყო და კი იყო ცდილობები, მაგრამ აი პირდაპირ ეს რომ და ისე deep state-ები აი ამას როგორ დააბალანსებს ამ არჩევნებს? ხო და მაგიტო გეუბნებით, მას არ აწყობს არჩევნებზე ჩვენი მონაწილეობა. მაგრამ ჩვენ რომ არ მივიღოთ მარტო დარჩეს უპრობლემოდ საკუთარი საარჩევნო მიზნების რაღაც რა თქმა უნდა, ინაღობა არ ქონდეს. რა თქმა უნდა, მაგრამ მიუხედავად სულ მარტოც რომ დარჩეს, მაინც სჭირდება ფულის დახარჯვა არჩევნებზე. და თუ მას წინააღმდეგობა ექნება ჩვენი სახით, ლელოს სახით, მოუწევს მეტი ფულის დახარჯვა. და აი ამ მეტი ფულის ქეში შავი ფულის მოძიების პროცესს უყურებთ ჩვენ. ანუ ბოიკოტი უფროა მის ინტერესში, პარტიების ბოიკოტში ყოფნა? იმიტომ რომ რამდენიმე თავის სატელიც გაიყვანს და იტყვის ამას. ამას არანაირად და როცა მეუბნებია რომ ჩვენ თუ შევალთ არჩევნებში სანქციებს მოუხსნის ვინმე ან შეარბილებს პირიქით, ერთადერთი შემთხვევა შეიძლება ვინმე შეიძლება რამე შეამსუბუქოს თუ არჩევნებს ჩაატარებს, თუ გამოუშვებს ყველა პატიმარს, თუ ვიღაცას მაინც დაშის, ვინც პირდაპირ იყო მონაწილე ძალადობის ორგანიზებაში და განხორციელებაში. და იმ შემთხვევაში თუ ჩაატარებს არჩევნებს შედარებით ნორმალურ გარემოში შეიძლება მაშინ გაუჩნდეს რაღაც შანსი რომ მათ ვინმე დაელაპარაკოს, მაგრამ სანქციები რომელიც არსებობს კი ბატონო, სოფო, მადლობა. საფუძველი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა აქვს, იმას არაფერი ემუქრება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, სოფო ხორგვანი პასუხობდა ჩვენ კითხვებს.